რაც ეხება მშრალ ხიდს. მშრალი ხიდი გაიხსნა, ასე ვთქვათ, მაისის თვე ითვლება მის გახსნად. დღეს კახა ხინველს რო ვკითხე, ხო, ეგრე იყო. მე მინდოდა მომეძებნა პირველი ვინ მივიდა და საიდან მივიდა. ამოსილებს ველაპარაკე ამირან კუპრავას, ბრწყინვალე ხატვარს ფოთელი კაცია. ხო და იმან მითხრა რომ მოდი კახას დაურეკეო. და კახა უფრო კარგად იცნობდა. თუმცა მეც ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ იმ 86 წლის 86 წელს შედგა პირველი იმ ავთულის ჩარჭობა იმ ბაღში. მოკლედ კახამ რა მითხრა? ლევანო აბანო თუბანში იყო კომკავშირული, მაშინ გამოფენები ხომე. ხო და ერთხელაც რომ მივედიო ადგილი აღარ იყო, გატენილი იყო იხავრობა, ეხლა კახამ როგორც მითხრა, იმას ვამბობ. ხო და წამოვედით ესე მე და თავის მეგობარი მითხრა, ღმერთო გამახსენე, გურამი მე მგონი. ნუ რო არ შევცდე? ციკლაური? არა. თავისი მეგობარი ყოფილა, ნეტა ჩამეწერა და ჩამეწერა გვარი დასახელი. მოკლედ თავის მეგობართან ერთად მაქარი წამოსულა და ეს სარაპიროზე რო გამოსულა, ეს სარიელი ადგილი რო უნახიათ, მოდი ბიჭო დავდგეთ აქ იქნება რაღაცა აი ესეთი 1986 წელი იყო. გადმოვიტანეთო, ქონდაო ჭხირებიო, აი ეს სვარკის აპარატის, რავი, ქართული შესადუღი აპარატის ეს ჭხირები ჩავარჭეთო და ნამუშევრები მივაყუდეთო რა. და დავიწყე მეყუდებოდა კაცმა გამოიარო, კაცო იმ სანაპიროზე ახლა მანქანები დადივიდნენ, ხალხი მაინც და მაინც იმ ადგილში ფეხით. უსვა წააჩერა მანქანო, გადმოვიდაო და მეუბნებაო რომ ესო რა გიცო? არა, ფასიც არ ვკითხეო. ეს რა არისო? შენ ნამუშევარია, კი ბატონო. ხო და მოიტახა მომეციო. კაცო, ამის გარდა კიდე 6 მეოხსო. 6 მოიტავა, არ შეუხედეო. კაცო, ფიქრობ, არც ფასი უკითხიაო, არც ის უკითხიაო. ხო და მე და ჩემი მეგობრის ნამუშევრებიო, ეს დავლა ხელიო. მეუნე ფასი მაინც გითხრა, 90 მანეთი უთხარიო მე მაშინო. 90 მანეთი, ახლა 86 წელში, ნუ სტუდენტი, ხო, ესენი სტუდენტები არიან ჯერე, კაცო. ეს ხინველი. ხო და აი პირველი დადგომა შედგა მაშინ. ხერთმა მიაგზა ანგელოზივით. ხო, ანგელოზივით მივიდა და დედასგებს. სხვა ხსნა. ხო, მერე წამოვიდა უკვე. ფაქტურად გემოდენ ხოლმე შაბათი კვირა ძირითადად. ძირითადად თავიდან. შაბათი. მე სხვადღები ლაური. სამსახური ქონდა, ეს აქონა, მაგრამ აი ეს ტენდენცია წავიდა. მერე მილიცია რა თქმა უნდა, მაშინ მილიცია იყო. რამოდენმეჯერ დაგვადრე თავზე, უკვე ხალხი მომრავლდა ჩვენს მერე. რო ნახეს ახლა სტუდენტებს მეტი რა უნდათ, კაცო, ჩამოვიდნენ და გაეხიდათ, ხო? იყო ეს ბედნიერი დღეები. ეს არის პირველი, ყოფილა კიდე სპუტნიკა. სპუტნიკას ეძახდნენ, ესე იგი, მოდი რა სხვა სახელს ნუ ვიტყვი, ყველა მიცის ის სპუტნიკა არის. თორე გვარად მე მგონი ჭუმბურიძე იყო. ის სპუტნიკას ამათ მერე მისულა. მაგრამ ერთ-ერთი იყო ეს ამირან კუპრავაც და მოკლედ იქ ბევრნი არიან. ხო და 86 წელი მერე ხალხი მომრავლდა, კახა ამბობს რომ მე უკვე 2 წლის მერე აღარ გავკარებიო რომ მოსკოვში წავედი და უკვე შემოქმედებითად იქაო მუშაობდიო. ხო და ფაქტიურად გადაიბარა ხალხმა უკვე ვინც არიან უკვე გურამი ზიგლაური იქნება იქა თუ თემურა ქორიძე იყო თუ ნუ ბევრნი არიან. ვიქტორ ლაშქარაშვილი, ლევან აბულაძე, ხო, გოგია სომხიშვილის ხონებული, თემო არჯევანიძე. თემო კი ბატონო არჯევანიძე. ხო და თეთრი გოგია, ხო, წინავალი მხატვარი. მოდი ასე ვთქვათ, ჩემოლევარ რომ თავიდან ეს იყო კი ბატონო გამოფენა ღიაცის ქვეშ, მაგრამ მე 86 წელია ხო, მოდის უკვე 87 წლები ეროვნული მოძრაობა და
ასე რომ ეს კერა გარდა უკვე ესე იგი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ კუნძულად. სანაიარო მოკლეს. გიორგი სანაიარო მოკლეს. ეგრე სანაპიროზე გამოიარეს თერმა დემონსტრაციები ახალგაზრდობა და ჩვენ დიდი პლაკატი დავახვედრეთ იქა. იმ დღეს არავინ არ გამოვიდა. გასაყიდად რასაც ქვია. ვიდექით, ნამუშევრები არ გამოგვიტანია. დიდი პლაკატი გავაკეთეთ, თეთრ ტილოზე გაკრული, ხო და იმათაც დიდი დაშის ცემით აიღეს ეს პლაკატი და გვაწერა Z გიორგი. 90-იანი წლები დაიწყო მე საშინელება. მეც დავდიოდი, ოღონ იშვიათად დავდიოდი ხომ, თუ სამსახური ქონა, ბესახურა სამსახური ხო გითხარი შაბათ კვირას. 92 წლიდან უკვე ძალიან რო გაჭირდა, უკვე სამსახური ფაქტიურად არაფერი აღარ მუშაობდა. აი აქ ამომამდეს დღევანდლებს უკვე გადაიქცა სამუშაო ადგილად ფაქტიურად. ეს მხატვრები დგებოდით, მაგრამ ამ მხატვრებს შეებადა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ უშევარი ადამიანი, რომლებსაც ხონა როგორ გითხრათ ვაჭრობდნენ, ხანწები იყო, ვინც აკეთებს ის კი არა, იბარებდნენ უკვე და კიდე ხალხი გადასარჩენად მოვიდა იქ. ხო, მაგრამ ჩვენ უარს არ ვეუბნებოდით. მოდით თქვათ რომ აი რაც მთაშია საფიხნო და რაჭაში არის სანახშო, აი ეს ადგილი ჩვენი ტრაპეზები მეც ხომ მახსოვს უფლებრივ იშლებოდა ერთი გაყიდეს სურათით. აი იქ რაც ხდებოდა და ამლელი ჩამლელი ჭიქააწი ანუ ის ტკივილის გამოხატვა ეს ადგილი ძალიან ძნელი ადამიანს შეაფასო როგორც მარტო კიდევ გაყიდეს ადგილი გადაიცა კერად ხერონების კერა მექა იყო ესე იგი თავისებული იყო კი ბატონო ხო და ყველას უნდა პურის შოვნა და სახში წაღება ღმერთმა შეარგო დღესაც ეგრე არის მხატვრებს უფრო ნაკლები ადგილი აქვს ახლა ვიდრე არა მხატვრებს მაგრამ ეს იმას არ ანიშნავს რომ ამით რამე ფუჭდება და რამე მერკატი იქცა მართალი ხარ ჩემო კარგო ერთი რო გაყიდი დანამუშევარს რა ყველას ჩათვალე რომ სამეგობროს 1000 მანეთი მაინც შეხვდებოდა რომ სახში პურის ფული წაეღო იმიტომ რომ ეს ნაწილდებოდა ეს არ მიქონდა ჩაიდო ჯიმიშა წავიდა სახში ეს იყო მართლა გადარჩენის თემურას აქვს სხვათა შორის ნათქვამი ნუ თვითონ მოყვა არჯევანიძეს ერთ-ერთ მხატვართა კავშირის კრებაზე რო ყოფილა ამ ბნელ 90-იანებში. მოდა ეგ ზაუნდგარა და ეგ უთქვია რომ მხატვართა კავშირი ვერავის და ვერაფერს ვერ ეხმარება. კავშირი დღეს არის სანაპიროზეო. ერთმანეთს ხელს უწვდით და ვარჩეთ ერთმანეთსა. ეს არის თემურის მოყოლილი გაუმარჯოს გამჩენვა. ხო. აი ამ თემური არჯევანიძის ნათქვამს გეტყვით რომ არა მარტო მყიდველები და შენი სახითო მე ვიყავი თქვენთან მოვიყვანა ხერონების სიყვარულმა და ქვეყნის სიყვარულმა ხო და მე დამეგობრდით არამედ არიან ბიჭები რომ აქეთ გვეხმარებოდნენ თავიდანო ხანდახან არც უკიდია სურათიო აი ეს ეკო მაგრამ რაღაცა მომენტი დადგაო რომ ერთმა ამბავი მოვიტანა რომ აი ჩვენ მეგობრ აღარ გამოშთავოთ რაჭისო და რაღაცა შეეთხაო და იქით დავეხმარეთო მხატვრმა ფული ავაგროვეთო ასე რომ აი ეს მყიდველი გამყიდველი და ხელოვანი და ხელოვანის მოყვა ერთ დიდ ტაძარზე ეკლესიად გადაიქცა რა ქვია საბოლოო ჯამში კი ბატონო ნამდვილად ეს ხელის ხალხი ლოიალური იყო მოდიოდნენ ათვალიერებდნენ ერთი სანახაობა იყო